სიღარიბე არ უნდა არსებობდეს. ის ხელოვნურად არის შექმნილი. ვფიქრობ, მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ იყო ღარიბი, ვიდრე გქონდეს უხვი მოსავალი. პირველ რიგში ვგულისხმობ საკვებით სიღარიბეს. იმდენი ძალისხმევა სჭირდება. პატარა ნაკვეთის დასამუშავებლადაც კი ადამიანები კულტივატორს ან ტრაქტორებს ყიდულობენ. სინამდვილეში კი კლავენ მიწას. ხომ ცხოვრობდით მილიონი წელი ამის გარეშე? ცხოვრობდით ბუნებასთან თანხმობით. თავად ბუნება არის სიუხვის წყარო. უხვი მოსავალი. როგორ გამართეთ შემაღლებული კვლევი? ეს იდეა ამერიკელ რუდ სტაუტს ეკუთვნის. იგი დააკვირდა ბუნებას. ტყეში არავინ ამუშავებს მიწას, მაგრამ ყველაფერი ხარობს. ჩვენ რატომ უნდა დავამუშაოთ? მან შეამჩნია, რომ ბუნება თვითონ ფარავს მიწას. რუდ სტაუტმა 30 სანტიმეტრის სისქის თივით დაფარა მიწა. იგი საერთოდ არ ეხებოდა მას, მხოლოდ ფარავდა. კარტოფილს თივაზე დებდა და ზემოთაც თივას აყრიდა. ეს ძალიან კარგად მუშაობდა. აგერ მისი წიგნი, რომელშიც ამოვიკითხე ეს იდეა. ასევე ტყეში ვნახე, რომ მკვდარი ხიდან ამოდიოდა ახალი ფიჭვის ხეები. პირდაპირ მხრიდან, ახლოს კი არა. შენ უბრალოდ დაკვირდებოდი ბუნებას, მეტი არაფერი. ხო, დაახლოებით ასეა. როგორ შექმნათ შემაღლებულ კვლევიანი ბოსტანი? ამოთხარეთ მიწა და ამოავსეთ იგი იმით, რაც ხეს ცვივა. ნაპრალების ამოსავსებად ჩააფრინეთ ტოტები და მცენარეები. შემდეგ დატკეპნეთ. ზემოდან 20 სანტიმეტრი მიწა დააყარეთ და კიდევ 20-30 სანტიმეტრი თივაც დაამატეთ. გადასციეთ თივა და პირდაპირ მიწაში ჩაყარეთ თესლი. როცა მცენარე მიწიდან ამოყობს თავს, თივა უნდა შევწიოთ. ხელუხლებელ ტყეში ყველაფერი ზუსტად ასე ხდება. ხე ცხოვრების დასასრულს წაიქცევა, ტოტები ტყდება, ფოთლების ცვივა და ასე წრებრუნვა უმჯობესდება. წაქცეული ხე ახალ ენერგებს რესურსებს აწვდის და ეს ყველაფერი ადამიანის ჩარევის გარეშე ხდება. ასე იქმნება ბუნებაში შემაღლებული ადგილები. ესე იგი შენ ცდილობ ბუნებას დაემსგავსო? დიახ, აქ არის რაღაც, რისი ჩვენებაც ღირს. ეს არის არტიშოკი, მეტრი და 20 სანტიმეტრი სიმაღლის. მან მიწის დამუშავების გარეშე გაიხარა. ნიადაგი აქ თიხიანია. აქ კი რაღაც ხის მსგავსია. ეს იგივე არტიშოკებია, ოღონდ წაქცეულ ხეებზე ამოსული. ამოვიდა ტყე. ასეთი რამ არასდროს არ მინახავს. აშკარაა განსხვავება ამასა და აი ამას შორის. აქ შენთან ყველგან თიხნარია, ძალიან მაგარი და დატკეპნილი. ხო, ეს ყვითელი თიხა პრაქტიკულად ბეტონია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 6 თვეში თქვენ გექნებათ ნაყოფიერი ნიადაგის ფენა, თუ გამოიყენებთ ამ მეთოდს. მორწყვა არ არის საჭირო, თუმცა ეს დამოკიდებულია კლიმატზე. თუ მწვანე საფარი სისქე საკმარისია, მცენარის მორწყვა დაგჭირდებათ მხოლოდ მისი გადარგვის დროს. ის ჩაღრმავებული ადგილი, რომელიც ხეებით არის სავსე, წყლის რეზერვუარის მსგავსია. ჩამარხული ხეები ღრუბელივით ისრუტავენ წყალს. ზედაყრილი თივა სადღაც 20-30 სანტიმეტრია. ის წყალს ინარჩუნებს. საერთოდ არ სჭირდება მორწყვა, თქვენ ნამდვილით ხომ დარგეთ ეს? არა, რადგან მიწასველია, თივის ფენის ქვეშ მიწასველია.
იქით ცოტა მშრალი იყო და მოვრწყე, ისე არ ვრწყ. მცენარეებს მხოლოდ მაშინ ვრწყავ, როცა გადარგავ ხოლმე. ხო, როცა გადავრგავ. ესეც არა ყოველთვის. მაშინ გადარგავ, როცა მცენარე მშრალ ადგილასაა. ოჰო, რა უზარმაზარი ჭარხალი. თუ ჩვენ ყოველთვის მოვწყავთ მცენარეებს, ისინი დამოკიდებული ხდებიან ხელოვნურ წყვაზე. რამდენი ხანი გაძლევს ეს ბოსტანი? ამ ბოსტნის გასაკეთებლად 6 საათი საკმარისია და 20 წელი გემსახურება. ესე იგი, შენ 20 წელი არ დაგჭირდება ბოსტნის რესურსების შევსება. 20 წლამდე არა. მცენარეული ფენა იქნება გასაახლებელი. მხოლოდ ასე დასჭირდება მიხმარება, ხო? უნდა მიაქციო ყურადღება, რომ მისი სისქე 20-30 სანტიმეტრი იყოს. მცენარეული საფარი. შენ იყენებ იმას, რაც ხელთ გაქვს? მე ვიყენებ ყველაფერს გამონაკლისის გარეშე. ტოტებს, ფოთლებს, ყველაფერს, რასაც ვიპოვი ტყეში ბილიკებზე. მცენარეული საკვების ნარჩენებს. ყველაფერი შეიძლება გამოიყენო. გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი გამონაკლისი ციტრუსია, იმიტომ რომ ის ანელებს დაშლის პროცესს. მცენარეული საფარი ეხმარება მიწას წყლის შენარჩუნებაში, ამცირებს აორთქლებას. ასევე ის თბოიზოლატორიცაა ზაფხულში სიცხისგან მისასხის ფესვებს და ზამთარში კი სიცივისგან. დაშლის დროს თივა გამოყოფს სითბოს, რომელიც ზომიერად ათბობს ბოსტანს. ეს სასარგებლოა ზამთარში. ასევე ის კვებავს მიკროორგანიზმებს და უხერხემლო არსებებს, რომლებიც ცხოვრობენ მიწის ნაყოფიერ ფენაში. სიკვდილის შემდეგ ისინი სასუქად იქცევიან მცენარეებისთვის, როგორც ეს ნამდვილ ტყეებში. ამ ფენის არსებობა გეხმარება დაირიდოთ სარეველები. თქვენ საერთოდ არ დაგჭირდებათ მათი მოსპობა. შეიძლება ზოგჯერ შეალოთ ხელი. კომპოსტი. ამბობ, რომ კომპოსტი ცუდია, რადგან მისი გამოყოფილი მაღალი ტემპერატურა ყველაფერს წვავს. ხო, ის ყველაფერს წვავს. თვლიან, რომ კომპოსტი, რომელიც იწვის, სჭირდებათ იმისთვის, რომ ცუდი და ავადმყოფი მცენარეები გაანადგურონ. ადამიანები აკეთებენ კომპოსტს იმისთვის, რომ გაანადგურონ ყველა ცოცხალი არსება. ჩვენს ბოსტანში სიცოცხლე გვჭირდება, ღუმელი კი არა. სინამდვილეში კომპოსტში არის ელემენტები, რომლებიც კვებავენ ფესვებს. უკეთესი არის მცენარეთა ნარჩენების მიწაში ჩამართვა იმისთვის, რომ ნიადაგი ცოცხალი დარჩეს. ის ძალიან ნელა იშლება, გასცემს მინიმალურ სითბოს, მაგრამ საკმარისს. კომპოსტის გროვა კი მაღალ ტემპერატურას ქმნის, რომელიც მყისიერად ატმოსფეროში იფრქვევა. სათბური ენერგიების ასეთ გამოფრქვევას სარგებელი არ მოაქვს. კუნძიც, რომელსაც ჩვენ ქვედაფენაში ვდებთ, ის ძალიან ნელა იშლება, 20 წელიწადში. ასე რომ 20 წლის განმავლობაში თქვენ გექნებათ სითბო. ჭიაყელები ჩემი მიწისქვეშა მსახურები არიან. ასეთი პატარები აკეთებენ ჩემს საქმეს. მე არ მჭირდება მიწის დამუშავება. ისინი ჩემაგივრად აკეთებენ ამას. ჭიაყელებისთვის კომპოსტში არანაირი საკვები არ არის. იქ ისინი დაიხოცებიან, კომპოსტში ყველაფერი გადამუშავებულია. ჭიაყელებს სჭირდებათ საკვები ნივთიერებები, რომლებიც გადამუშავებული არ არის. ხე ან ორგანიკა. ეს ჭიაყელები ქმნიან მიწის ნაყოფიერ ფენას და ჰაერით ავსებენ მას. არანაირი ქიმიკატები, არანაირი დამუშავება, არანაირი სასუქი ნაკელი. რა თქმა უნდა, სასუქის გარეშე, ქიმიური სასუქის გარეშე, ნაკელის გარეშე, არანაირი დამუშავება, არაფერი. იმისათვისაც არა, რომ დავიცვათ ნერგი, არაფერი. კიდევ ბევრი კარტოფილი დარჩა, მაგრამ ყველას არ ამოვთხრილ, თორემ პრას დავაზიანებ. ესე იგი, შენ მიწაში ტოვებ და ამიტომ ის კარტოფილი, რომელიც იქ არის, თავიდან გაიზრდება? თუნდაც მე ყველა ამოვთხარო, მაინც დარჩება პატარა ფესვები, რომლებიც დროთა განმავლობაში თავიდან მოისხამს კარტოფილს. მე არ ვფრთხრი მიწას, კარტოფილი ყოველთვის იზრდება, ზამთარშიც კი. თურმე რა უპირატესობა ჰქონია მიწის მოხსნელობას? მიწას არ სჭირდება დამუშავება. ბუნება არ ბარავს და არ ამუშავებს ნიადაგს. ადამიანმა გამოიგონა მისი დამუშავება. ამით მან ომი გამოუცხადა მიწას.
შემდგომში თავის მსგავსებთან განაგრძო ომი. ეს ჯიში ყველაზე საშიშია დედამიწაზე. მიწის დამუშავება და დაბარვა ნიშნავს მის მოკლას. როცა ჩვენ ვუყურებთ შემაღლებულ კვლებს, გარშემო ვამჩნევთ ბევრ სიცოცხლეს, ბევრ მწერს, მან მიკროორგანიზმების სახელებიც კი არ ვიცი. ნიადაგი სავსეა სიცოცხლით. ახლა წარმოიდგინე, როცა ტრაქტორით გადიხარ მინდორში და ხნავ მიწას. შენ ხომ ამ დროს დანითხოსავ ყველაფერს ცოცხალს. ცოცხალი არაფერი არ რჩება. ცოცხალი მიკროორგანიზმები მცენარეთა საკვებია. როცა ჩვენ ტრაქტორით ყველაფერს გავანადგურებთ, სიცოცხლის არანაირი ნიშანკვალი არ რჩება. ამ დროს ჩვენ ვიყენებთ სასუქსა და ნაკელს. ასეთი ხელოვნური გზით თავიდან ვშობთ სიცოცხლეს, რომელიც უკვე მოვკალით. არ მოკლათ სიცოცხლე. დიახ, ეს უფრო ადვილია. დიახ. ყველა ამბობს, კი, მაგრამ როცა არ ხნავთ მიწას, ის ხომ მაგრდება. დიახ, მიწა მაგარია, მაგრამ თუ დავფარავთ, რბილდება. ამბობენ, რომ თუ ტრაქტორები არ გვეყოლება, ჩვენ ვერ შევძლებთ ხალხის გამოკვებას, მაგრამ ეს არ არის მართალი. თუ პატარა მიწის ნაკვეთზე დემის ბაღად გადავაკეთებთ, უფრო მეტ მოსავალს ავიღებთ, ვიდრე დიდი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთიდან. კიდევ ერთი დეტალი, როცა შენ არ ამუშავებ ნიადაგს, არ არის საჭირო თავიდან დათესვა, რადგან მცენარეები საკუთარ თავს თავიდან შობენ. თავისით იზრდება პრასი, ჭარხალი, მოცხარი, კარტოფილი. სტაფილოსთან ცოტა რთულად გვაქვს საქმე. როდესაც ის იზრდება, ეჯვარება ველურ სტაფილოს. საკვებად მისი გამოყენება რთულია, რადგან ძალიან მაგარია. კვახიც თავისით ამოდის, ყაბაყიც, შავი ბოლოკიც, სალათიც. პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი. ესე იგი, თუ შენ არაფერს არ დათესავ მომავალი წლისთვის, დიახ, მიუხედავად ამისა, მაინც მექნება რაღაც მოსავალი. კვებითი ავტონომია. როგორი კვებები შემოდგომაზე ზამთარსა და გაზაფხულზე, თუ შენი ბაღი მთელი წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს. ბაღი მთელი წლის განმავლობაში ნაყოფიერია. სულ მაქვს კარტოფილი. ირს არ იზრდება ზამთარში, მაგრამ რაც მე არ ამიკრეფია, რჩება მიწაში. კარტოფილი, რომელსაც ნაკელი არ მოვაყარე, არ იყინება. ეს შეუძლებელია და პირიქით ნაკელიანი კარტოფილი იყინება და იშლება. დიახ, კარტოფილი ასეთია. ის ჯერ კიდევ აქ არის. ასევე ბევრია პრასიც, კომბოსტოს მრავალი სახეობაც, სტაფილო, ჭარხალი და პრასი გარეთ ბაღში რჩება მთელი ზამთარი. და ის ნატურალურად ინახება ბაღში. დიახ, სარდაფში არ ვინახავ. ხახვით მაქვს ზამთარში, ყველაფერია აქ. სალათის ყველა სახეობა ყოველთვის ღია ცის ქვეშ არის. თოვლით დაფარული სალათი ყინვაში -15 გრადუსამდე ინახება. იმიტომ რომ შემაღლებულ კვლებში სითბო ნარჩუნდება. ბაღი სავსეა ზამთარში. ყველაზე დაბალი ტემპერატურის მაჩვენებელი აქ რამდენი იყო? -26 და თოვლი 1.5 მეტრის სიმაღლეში.
მაგრამ ჩვენ წარსულში როგორღაც ყოველთვის ვახერხებდით გადარჩენას. ყველას თავისი ბაღი ჰქონდა. თითქმის ყველა ქვეყანა სოფლის მეურნეობას მისდევდა. უფრო მეტი გლეხი იყო ვიდრე ქალაქელი. ახლა კი პირიქით არის. ჩვენ მილიონი წელი ვცხოვრობდით სპეციალური ტექნიკის გარეშე. ბუნებასთან ჰარმონიაში ვცხოვრობდით. სიუხვეში. ბუნება არის სიუხვე. ოღონდ მას მუდმივად არ უნდა გამოუცხადო ომი. ელექტროენერგიის კულტურა. ეს ძალიან ძველი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, ამაზე ჯერ კიდევ ეგვიპტეში ატარებდნენ ექსპერიმენტებს. არის ქვები, რომლებშიც ბევრი სპილენძია, ზოგში კი ბევრი თუთია. ეგვიპტელებმა შეამჩნიეს, რომ ამ ორ ქვას შორის მცენარეები უკეთესად იზრდებიან. ისინი აკვირდებოდნენ სუფთა თუთიასა და სპილენძს, იმისთვის, რომ მიეღოთ ხარისხიანი მოსავალი. 200 წლის წინ ერთი მღვდელი ექსპერიმენტებს ატარებდა და მივიდა საოცარ აღმოჩენებამდე. მან მოიგონა სხვადასხვა სახეობის ანტენები, განსხვავებული სიმაღლის. მათი გამოყენებით ის უფრო კარგ შედეგს აღწევდა. გააორმაგა მოსავალი. ხო, იმიტომ რომ თუთიასა და სპილენძის შორის არის დენის ძაბვა, ბუნებრივი მინი ძაბვა, თითქოს ბუნებრივი ბატარეაა. შესამჩნევია ის, რომ მცენარეები კარგად გრძნობენ თავს თუ მიწაში დენის ძაბვა გაიზრდება. გარდა ამისა, იმატებს მიწის ტენიანობა. ელექტროოსმოზით. ტენიანობა მიწის ქვედა ფენიდან ამოდის ზევით. ამიტომ იზრდება მცენარეების გამძლეობა გვალვის პერიოდში. მე ანტენები დავაყენო ყოველ 7 მეტრში. ზევით რკინის ჯაჭვია. ის თუთიას ანაცვლებს, იმიტომ რომ გარედან მოკალულია. ცა ელექტროპოზიტიურია. თუთია ელექტრონეგატიური, ამიტომ ის ციდან იწვევს ელექტროენერგიას. სპილენძის დენის გამტარის როლს ასრულებს. მიწა ელექტრონეგატიურია. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს ელვის დროს, თორემ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ის უარყოფითად არის დამუხტული. ასე რომ უწყვეტი კვება მიდის. კავშირი ყველაფერთან. როცა ჩვენ ფეხში შველები დავდივართ, ვიწოვთ მზის ენერგიას ბაღში მუშაობის დროს. ეს ბატარეის დატენვას ჰგავს. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს. ასეთ ბაღში როგორც ესაა, აქ თითქოს ვპოულობთ წმინდა გრაალს საკუთარ თავში. მზე. თუ არ იქნება მზე, კატასტროფა მოგველის. არაფერი არ გვექნება. ასე რომ მზე. ხო, მზეზე ვამბობ. ჩვენ ადამიანებსაც გვჭირდება მზე. მზის ანტენები ვართ, ასე რომ არ ღირს მისგან დამალვა. შენ ბევრ ენერგიას იღებ, უფასო ენერგიას. დიდი მადლობა. არაფრის. მადლობა, რომ ასე გვიზიარებ შენ ცოდნას. ყველაფერი მზისგან მოდის. აბსოლუტურად ყველაფერი.